თქვით, რომ აი ყველაფრით უნდა გიყვარდეს ადამიანი თავის ცოდებით რაღაც. აი ამ ეს თანადგომა დღეს არ არის და სამწუხაროდ ჩვენდა რა და აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა დააწევოს ადამიანმა, რომ აი ძალიან ცოტა ადამიანს თუ აქვს ის, რომ უყვარდეს ადამიანი. ეს რაც სახარებაში წერია, ეს ხდება. განხარდება სპორტი და ამას ხედავთ ჩვენ და ყველა აღნიშნავს, ვისაც მე ვიცნობ, რომ სადღაც დაიკარგა ესე იგი ის რაც იყო ეს მეზობლობა, მეგობრობა და მთავარი გახდა მატერიალური. მთავარი გახდა მატერიალური და გამოსავალი რა არის? ეს თხოვთ სიყვარულის ნიჭი და გამოსავალი კიდე რაშია, რომ ეს მატერიალური გარდაცვალების შემდეგ არაფერი გაყვება. დარჩება მარტო ის სული მდგომარეობა და სული მდგომარეობა რაში გამოიხატება ფიქრებში და აზრებში და მაშინ დააგვირდი რა წარმართაში ცხოვრებას. ღმერთის სამშობლოს სიყვარული და სამშობლოში ამბობენ ის მარტო ტერიტორია არ არის, ადამიანებია პირველ რიგში თუ ეგოიზმი. და ამ დროს ხედავთ, რომ ეგოიზმი წარმართავს უმრავლესობას.